ეტაპზე განსხვავებები ქალს და მამაკაცს შორის აღმოჩნდა ჩემთვის საინტერესო ჩვენთვის რა ვიცი. ის რომ დაზუსტება შეფასების კაცს აქვს მხოლოდ თავისთან მიმართებაში, ანუ ის უყურებს რას აკეთებს მისთან მიმართებაში ეს ქალი. და ქალს დაზუსტებები აქვს მამაკაცის ინფორმაციის შეგროვებას როგორ იქცევა ის სხვებთან. მაგალითად, შეიძლება ტაქსის მძღოლს მოექცა ცუდად და სერიოზული მინუსი დაეწერა ინფორმაციის დაზუსტებაში. ასეა თეო? კი, შეიძლება ძმაკაც იდიოტურად ეხუმრა, ანუ სულელურად და დამთავრდა. ანუ აღმოჩნდა, რომ ქალი მამაკაცის შეფასებელ დაზუსტების დროს ძალიან ყურადღებას აკეთებს სხვებთან როგორი. ბავშვთან როგორ მოიქცა, იმას როგორ ელაპარაკა და იქიდან შეიძლება ბევრი პლუსები აკრიფო დაზუსტების დროს და ბევრი მინუსები. კაცი ცოტა ვიწრო კუთხით უყურებს, თავარია თავისთან როგორ არის. რა პრიმიტიული კაცია. ამ შემთხვევაში პრიმიტიულია, ხო, ნუ ჩვენ ვლაპარაკობთ ზოგადი ტენდენციები როგორიც არის, ეს ყოველთვის ფსიქოლოგიაში ისეთიც არის და კაცური ქალიც არის, ქალური კაციც არის და ასე შემდეგ. ვლაპარაკობთ ძირითადად როგორ ხდება არჩევა.